პირველი კადრი შლახენ. მე თუ რამდენიმეზე მიწევს ფიქრი. აიგეთ? არა. შლახენ. შლახენ. შლახენ, აქედან ვიწყებთ. შენ უნდა იცეკლავ დროს. ლიკა მიბრასდება მოყვა. შლახენ ბოლოს და ბოლოს, მე მგონი ბოლო შლახენ არის დღეს. შლახენ. გავჭედე ხალხო. ბოდიში ნახვამდის და მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი, თქვენ ისევ ჩემ არხზე ხართ და დღეს შეფასების ვიდეო გვაქვს და მოგიყვებით იმ პროდუქტებზე, რომელსაც ისევ ვიყიდი, ან რომლებიც ყოველთვის მაქვს ჩემს სამუშაო кейსში. პროდუქტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ პირველ ადგილას, ეს არის ტონალურები, რომელიც თითქმის 20 წელია უცვლელად იკავებენ ჩემს სამუშაო кейსს. ეს არის NARS-ის ტონალურები. ერთი არის Natural Radiant Longwear Foundation და ეს არის სრული დაფარვის ძალიან ლამაზი ტონალური, რომელიც სასურველია გამოიყენოთ ცხიმიან და კომბინირებულ კანზე და მეორე ეს არის Light Reflecting Foundation, ასე ქვია, რომელიც არის საშუალო დაფარვის ძალიან ლამაზ კანს აკეთებს და სასურველია რომ გამოიყენოთ შრალ ან კომბინირებული კანისთვის. შემდეგი ტონალური, რომელიც ძალიან გავს ამ ტონალურს, მაგრამ ვიტყოდი, რომ უფრო მეტად თხელი დაფარვა აქვს, ეს არის Armani-ის ტონალური, რომელიც ძალიან კანის მსგავს ტონალურს დავარქმევდი, ასე ვთქვათ, ასეთ კანს აკეთებს, Skin Like Foundation, აი, ლამაზად ითმება მეთქესურად. ძალიან მიყვარს ეს ტონალური, ყოველთვის მაქვს ეს ტონალური, საშუალო დაფარვა აქვს, ოდნავ გარდამავალი სიბრძნვარეში და უკვე ახალიც გამოვიდა და ძალიან მაინტერესებს, აუცილებლად დავტესტავ თქვენთან ერთად ახლო მომავალში. ესეც მეორე ადგილი. შემდეგი ტონალური, რომელიც ასევე წლებია იკავებს საპატიო ადგილს, ეს არის Dior. ოღონდ არა მატი, ეს არის Forever Glow, ასე ქვია. ძალიან კარგი საშუალო დაფარვა აქვს, ნებისმიერი ტიპის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. არის ოდნავ მბზინვარე, ცხიმიან კანზეც ვიყენებ ხოლმე ხშირად, ამიტომ არც ცხიმიან კანზე არ ჩდება. ძალიან პრიალა ტონალურად, ასე ვთქვათ. როგორც ვკითხარით, არ აქვს საშუალო დაფარვა, რომელიც შეგიძლიათ რომ სულ დაფარვამდე მიიყვანოთ, თუ მაგალითად მეორე ფენასაც დაამატებთ და გამოიყენებთ ფიქსატორს ან რაღაც ტექნიკაში გამოიყენებთ მოკლედ. შემდეგი რიგით მეოთხე ტონალური, ეს არის ტონალური, რომელიც ძალიან შემიყვარდა, ბოლო 2 წელია და ყოველთვის მაქვს ჩემს სამუშაო кейსში, ეს არის Haus Lab-ი. ამას ქვია Skin Tech Foundation, ასე ქვია, Skin Tech Foundation ქვია. ძალიან ლამაზი შეფოთვა აქვს, ძალიან ბევრი ფერი აქვს, ძალიან პროფესიონალურად არის დალაგებული ფერები. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ტიპის კანზე წაიყვანთ. მუშაობს როგორც სპონჯით, ისე ფუნჯით ძალიან კარგად. აქვს საშუალო და სრული დაფარვა, გააჩნია როგორ გამოიყენებთ. ძალიან ლამაზი ტონალურია ყველა ტიპის კანისთვის. შემდეგი და რიგით ბოლო ტონალური ამ შემთხვევაში, ეს არის Advicta, რომელიც ასევე ბოლო წელია თითქმის უცვლელად იკავებს მეხუთე საპატიო ადგილს. ეს არის ტონალური მშრალი კანისთვის, რომელიც არის ძალიან თხელი, საშუალომდე აქვს დაფარვა. ძალიან კარგად მუშაობს სპონჯითაც და ფუნჯზეც და ვიტყოდი, რომ მშრალ და კომბინირებულ კანზე თუ გამოიყენებთ, ეს ტონალური არ გამოგადგებათ ცხიმიანი კანის პატრონებს. რაც შეეხება მომზადებას ამ ტონალურამდე კანი როგორ უნდა მომზადოთ, აუცილებლად ყველა ტონალურამდე კანი უნდა მომზადდეს შესაბამისად.
სანამ კონსილერების განხილვაზე გადავალ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება უფრო მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის. დავიწყოთ კონსილერების განხილვა და პირველ ადგილზე დავაყენებდი კონსილერს, რომელმაც 25 წელს სრულიად დამსახურებულად დაიკავა საპატიო პირველი ადგილი და ეს არის ნატაშა დენონას High Glam კონსილერი, რომელიც შეფუთვაც ძალიან ლამაზი აქვს, ძალიან ლამაზი ფერთა გამა აქვს, ნებისმიერი ტიპის კანზე წაიყვან და აქვს სრული დაფარვა, არ ჯდება ნაოჭებში, ძალიან კარგად ფარავს ნაკლავანებებს, ძალიან კარგად გამოგადგებათ ამოსანათებლადაც, კორექტორადაც თუ თქვათ შესაბამისი ფერი იქნება და ძალიან კარგად დალაგებული ფერი აქვს, როგორც გითხარით. ძალიან შემიყვარდა და ასე მგონია, რომ ყოველთვის იქნება ჩემს სამუშაო კეისში, ასე რომ პირველი ადგილი არის ნატაშას. კონსილერი, რომელიც ყოველთვის არის ჩემს სამუშაო კეისში და რომელიც ყოველთვის იქნება ასევე, ეს არის NARS-ის Soft Glam კონსილერ, ასე ქვია, რომელიც არის აი ასეთ კილაში მოთავსებული. ძალიან კარგი არის კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის და მე კიდევ ვიყენებ ხოლმე თვალზე ტექნიკისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად მუშაობს მაკიაჟთან და ძალიან კარგი ბაზაა ვიტყოდი მაკიაჟის, ამიტომ ყოველთვის არის NARS-ის ეს კონსილერიც ჩემს კეისში. შემდეგი ასევე ძალიან ვეტერანი კონსილერი, რომელიც ყოველთვის არის ჩემს კეისში, ეს არის NARS-ის Radiant Longwear Concealer, თორსდება ასე ქვია, Radiant Creamy Concealer ასე ქვია. ყოველთვის არის ესეც საშუალო დაფარვა აქვს. ამ NARS-ის ამ კონსილერს აქვს სრული დაფარვა, დამავსდა მე თქვა. ამას აქვს საშუალო დაფარვა, ძალიან ლამაზი კანის ეფექტს აკეთებს, მოკლედ ძალიან ლამაზი, მსუბუქი, საშუალო დაფარვა აქვს და ძალიან მიყვარს NARS-ის ეს Radiant Creamy Concealer-ები, ასე რომ ყოველთვის არის ესეც ჩემს კეისში და შეიძლება მეკითხებიან ხოლმე ასაკობრივ კანზე რა გამოვიყენოთო და ძალიან კარგად მუშაობს ეს კონსილერი ასაკობრივ კანზეც. შემდეგი კონსილერი, რომელიც ძალიან მომეწონა, ეს არის Makeup by Mario's კონსილერი, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ ცხიმიან კანზე მუშაობს კარგად, ან კომბინირებულ, კარგად დატენიანებულ თვალზე. ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, არის სრული დაფარვის და არ ჯდება ნაოჭებში, ოღონდ როგორც გითხარით, აუცილებელია თვალის ძალიან კარგად მომზადება. მშრალ კანზე ეს კონსილერი არ გამოგადგებათ. და დღეისათვის ბოლო კონსილერი, რომელიც ასევე ხშირად მაქვს ხოლმე და მივეცი უფლება რომ ყოფილიყო ჩემს საპატიო ხუთეულში, ეს არის Dior-ის Backstage, რომელიც არის საშუალო და სრულ დაფარვამდე, მოკლედ გააჩნია ტექნიკას და ვიტყოდი რომ კომბინირებულ ცხიმიან კანზე გამოგადგებათ. დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რომ გქონდეს мотиваცია თქვენთვის ასეთი სასიამოვნო და ინფორმატიული ვიდეოები ვაკეთო ხოლმე. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად.